მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ მე-11 მეცადინეობას და მეცადინეობა მინდა დავიწყოთ უცხო სიტყვების შესწავლით. Der Winter, ზამთარ, der Frühling, გაზაფხული, der Sommer, ზაფხული, der Herbst, შემოდგომა, die Woche, მთელი კვირა, der Montag, ორშაბათი, der Dienstag, სამშაბათი, der Mittwoch, ოთხშაბათი, der Donnerstag, ხუთშაბათი, der Freitag, პარასკევი, der Samstag, შაბათი, der Sonntag, კვირა. Das geht nicht, ეს არ გამოვა. Haben frei, აქვთ თავისუფალი დღე. Duschen, შხაპის მიღება, waschen, რეცვა, aufstehen, ადგომა, bringen, მოტანა, tragen, ტარება, brauchen. საჭიროება, der Mantel, palto, das Kleid, კაბა, die Hose, შარვალი, die Socken, წინდები, die Schuhe, ფეხსაცმელები. Der Regenschirm, კოლგა, der Schal, შარფი, die Mütze, ნაკსოვი ქუდი, die Bluse, ქალის ბლუზა, die Jeans, ჯინსი, der Anorak, სპორტული ქურთუკი, der Pullover, pulloveri, das Hemd, მამაკაცის პერანგი, die Jacke, ქურთუკი, der Hut, ქუდი, was haben Sie an, რა გაწვიათ, vergessen, დავიწყება, gestern, გუშინ, morgens, დილით, schlafen, ძილი, früh, ადრე, sagen, თქმა, wecken, გაღვიძება, brummen, ბუზღუნი, laufen, სირბილი, alle, ყველა, lange, დიდხანს, beginnen, დაწყება, der Tag, დღე, jetzt, ახლა. ეს არის ჩვენს მიერ მოცემული ფრაზები და სიტყვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავისწავლოთ, რათა წინადადებები ავაგოთ და ტექსტები წავიკითხოთ. აქ მოცემული გვაქვს ტექსტი თქვენთვის ნაცნობი სიტყვებიდან შედგენილი, თქვენ უნდა წაიკითხოთ და რაც ვერ გაიგოთ, შეგიძლიათ მკითხოთ. Steffi, Andreas, Vater und Mutter stehen auf. Steffi schläft gern lange. Sie muss früh in die Schule. Sie muss früh auf dem Bett. In Steffis Familie stehen alle auf. Steffis Mutter weckt alle. Der Vater brummt und geht unter die Dusche. Der Bruder brummt auch. Trink dein Kakao, sagt die Mutter. Der Vater steht auf. Tschüss, sagt er und geht. Jetzt beginnt der Tag. მე წავიკითხებ ტექსტი, რათა თქვენთვის უფრო გასაგები ყოფილიყო თუ როგორ ტონალობაში უნდა წაგეკითხოთ ეს ტექსტი. ხოლო თარგმანი შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ და თქვენთვის უცნობი ფრაზები შეგიძლიათ მომწეროთ და მე პასუხს გეტყვით. ახლა ვნახოთ ჩვენს მიერ შედგენილი სიტყვები, შესწავლილი სიტყვებიდან შედგენილი წინადადებები. როგორ ჟღერს? ზამთარი არის ცივი, im Winter ist kalt. ზაფხულში თბილა, im Sommer ist warm. ზამთარში ჩვენ ვატარებთ პალტოს და ნაკსო ქუდს. Im Winter tragen wir einen Mantel und eine Mütze. მე ადრე ვიღვიძებ. Ich stehe früh auf. ჩემს ძმას ძალიან უყვარს დიდხანს ძილი. Mein Bruder schläft gern lange. დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზმნის მეორე ფორმა, ეს არის პრეტერიტუმი, ანუ წარსული დრო. ახლა ვნახოთ აქ მოცემული გვაქვს კეთება ზმნა, machen, რომელიც არის ორივე ფორმაში მოცემული, აწმყოდროში, ანუ საწყისში და მის მეორე ფორმა პრეტერიტუმში, წარსულ დროში. Machen, macht. Machte. Gehen, ging. ეს არის ძლიერი ზმნა, რომელიც საერთოდ შეიცვალა ფორმა. წარსული დრო იწარმოება შემდეგნაირად. თუ ზმნა არის სუსტი,
ის დაირთავს ზმნის ფუძეზე ტ ან თ სუფიქსებს. თუ ზმნა ძლიერია, ის იცვლება ძირეულად. წარსული დრო არის ზმნის მეორე ფორმა. მაგალითად, მალენ, მალთე, ხატვა, დახატვა. kommen, kam, მოსვლა, მოვიდა. sehen, sah, დანახვა, დაინახა. kaufen, kaufte, ყიდვა, იყიდა. წარსული დროის უღლებისას მხოლობითი რიცხვის პირველ და მესამე პირში არ დაირთავენ პირის ნიშნებს ზმნები. ვნახოთ რამოდენიმე მათგანი. პრეტერიtum წარსული დრო, მხოლობითი რიცხვი, მახინზმნა. Ich machte. ვაკეთებდი. Du machtest. აკეთებდი. Sie es machte. აკეთებდა. Wir machten. ვაკეთებდით. Ihr machtet. აკეთებდით. Sie machten. აკეთებდნენ. Ich ging. წავედი. Du gingst. წახვედი. Sie es ging. წავიდა. Wir gingen. წავედით. Ihr gingt. წახვედით. Sie gingen. ისინი წავიდნენ. ნახოთ წარსულში მოცემული წინადადებები. აქ მოცემული გვაქვს ორი მაგალითი, ერთი აწმყო დროში, მეორე კი წარსულში და დავაკვირდეთ მათ. Ich mache Deutsch. მე ვაკეთებ გერმანულს. Ich machte Deutsch. მე გავაკეთე გერმანული. ანუ განსხვავება არის. მათ შორის ერთი არის აწმყო დროში, მეორე კი წარსულში. აქ მოცემული გვაქვს წინადადებები, რომელიც არის აწმყოსა და წარსულ დროში. მოცემული და ვნახოთ თუ როგორ ჟღერს თითოეული მათგანი. ჩვენ მივდივართ სახლში. Wir gehen nach Hause. ჩვენ წავედით სახლში. Wir gingen nach Hause. Theo ხტის მაღლა. Theo springt hoch. Theo ხტოდა მაღლა. Theo sprang hoch. შენ სწავლობ კარგად. Du lernst gut. შენ სწავლობდი კარგად. Du lerntest gut. Data kommt aus der Türkei. Data მოდის თურქეთიდან. Data kam aus der Türkei. Data ჩამოვიდა თურქეთიდან. ეს იყო ჩვენი მე-11 მეცადინეობა. მომავალ შეხვედრამდე.